დღე მშვიდობის მეგობრებო, რაშვებით, როგორ ახართ? ჯერ არ გათენებულა 24 ივლისი უნდა გათენდეს. პარასკევი 12 წუთი არის ჯერ პირველის. აი. და მეორე ნაწილს ვდებ ვიდეოს 23 ივლისისას და უეცრად წევიდა დენი. ოდნავი გრუხონი იყო და წავიდა დენი. ნევიდა შევარდნაძის დრო. ისე იყო, ისე და განათე. აი ესე ხო. ლიკაია მომწერა, მაგასთანაც წასულა დენი. მაგი ოდნავ მოშორებით ცხოვრობს ჩემგან. და იქით მხარესაც წასულა. და როგორც გავიგე, პასილოქში წავიდა, სადღაც 10 მთის უკან როა. ჩემი სახლიდან. რა ხდება? არ ყოფილა მასეთი. რა უნდა გეეფუჭებია? ძალიან პატარაზე წამოიგრუხნა და თან წევიდა დენი. თან ქუთაში წევიდა მე მგონი. ერთი მაინტერესებს მეორე მხარის თუ არის. იმიტომ აქ რომ მიდის მეორე მხარის სულ არის ხოლმე. გიხილოთ ერთი. გამოიწეთ, აქეთ გამოიწეთ. ვიღაცა გაგიშდა. გეიწიგო? არა, არ სადაა. თეთა ყველაფერი ჩაბნელი და გამოშტერდები ახლა. ყველაფერი ჩაბნელებული არის. თელ ქუთაისში არის დენი წასული. აი იქით სხვადასხვა უბნები ჩანს, არსად არ არის ხალხო. არსად არ არის ხალხო დენი. აი არსად. კიდე კაი ჩემი ტელეფონი დავტენე ბოლომდე. აი არსად არა, იქითკენ სხვადასხვა უბნები არის. ვაფშე არსად არა დენი. თელ ქუთაისში არის წასული. აი მთელ ქუთაისში არის დენი წასული. მე მგონი მოკლას გვიპირებენ და ყველგან წევიდა დენი. მე კი მაინც უნდა დევიზინო უკვე. მობილური ინტერნეტი კი მაქვს. მაგრამ რა მიხარია იცი, მარტო აქ რო არ წევიდა. იმიტომ როგორც ისე სულ ჩემთან ქრება ხოლმე, სხვაგან ყველგან არის. გაგაგებიებთ მე თუ მოვა. ავაღამ. ჩემი ის რამ გაგუძებული ვიქნები მანამდე თუ მოვიდა შემოგერთებთ. თუ რა ხვალ ნაგებინდებით როგორ რა ხარ მე უნდა დევიზინო ახლა და აგმა ყლიფუნის თვალები და იყო რა. მეგობრებო, ეხლა გადავხედე რომ და მარტო საქართველოში კი არა მთელ მარტო ქუთაისში მთელ საქართველოში წასულა დენი. ავტობანებზეც წასულა, თბილისშიც წასულა, ჭიათურაშიც წასულა, ზესტაფონშიც წასულა, ქუთაისშიც არა გვაქვს დენი. რა ხდება ნუ? ახლა ცოტა არ იყო შემეშინდა. მაგას ჯობია ისევე ჩემთან წევიდეს და სხვაგან ყველგან იყოს. თქვენთან იყო დენი? 24 ივლისი რო თენდება ახლა, პირველი საათი ხდება უკვე. 23-ის ღამეს. ხაშურშიც არ ყოფილა? ჯამთელობა რა იყო? სტორის დადება მინდოდა ფეისბუქზე და ფეისბუქიც ჭედავს. ვიდეოს ვდებ იმაზე ტიკტოკზე 40%-ია და იქნება ტელეფონი არ დავაჯინო და ხვალე იმედია მოვა. არ ვიცი რა. 99%-ზე მაქვს ტელეფონი. არ ვიცი მეგობრებო. 29 წლის ვარ, 29 წელში ვარ
და პირველი შემთხვევა არის ჩემი 39 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა არასდროს გამიგია და ამ 39 წლის განმავლობაში არასდროს ამსმენია რომ დენი წასულიყო მთელს საქართველოში. ანუ შევარდნაძის დროსაც კი დენი არ გქონდა ხო, მაგრამ გარეთ ლამპიონები მაინც იყო და რაღაცა მაინც იყო. და ამ შემთხვევაში ლამპიონები კი არა, მთელი საქართველო არის ჩამქრალი, ტელევიზიები გათიშულია, ინტერნეტს ძლივს ვიჭერ, ხაზზე ვერ ვრეკავ, მობილურზე ვერ გავდივარ, რომ დაურეკო ნაცნობს. მინდოდა ეხლა დარეკვა, იმიტომ ძალიან შემეშინდა. ანუ პირველი შემთხვევაა, რომ ესე მთელ საქართველოში გაითიშა დენი. 29 წლის განმავლობაში რაც მე ცოცხალი ვარ და ჩემზე უფროსები ახლა ვინც ახართ, რა ვიცი, ალბათ პირველი შემთხვევა იქნება თქვენთვისაც, რომ კაი ერთ ქალაქში არ არის, ორ ქალაქში, მაგრამ მთელ საქართველოში 3 მილიონ ადამიანზე მეტი ვცხოვრობთ, არც ერთ კუთხე კუნჭულში დენი არ არის, ინტერნეტი არ არის, ტელევიზიები არ არის, ახალ ამბებში ვერ ვგებულობ რა ხდება, ხაზზე ვერ ვრეკავ. მართლა არ ვიცი, არ მოსულა ერთ საათზე მეტი გავიდა. ძალიან მეშინია. რამე არ მოხდეს. ვიცი, ცუდი ლიკას უნდა მივწერო. ანუ ლიკასთან გადავდივარ. იმიტომ რომ აქ მიშინია რა, ბავშვებო. არ დაიძინოთ. მანქანით გადავალ. მეთქე დავიძინებ თქო. დაიძინე თუ ვინ? მაგალითად ეს ვიდეო დაიდო 10% დარჩა და ლიკასთან გადავალ. ძალიან მეშინია მგონი, მთელი ქალაქია ჩაბნელებული. წავედით მეგობრებო. აი ესან გადავალ მანქანით. წავედით. გასაღე მომე საწამი გაქვს. დამინათ თქანა. დედა ყველაფერი ჩაბნელებული არის. ნელაიარეთ. ნელა წადი ლუკა. წამოდი გოგო. ვაიმე ღმერთო, ასეთ ჩაბნელება. ეუф. ამინდის რა საშინელი და ემთხვა რა უბედურება. ღმერთო კისერი არ მევიდე ხო ხა მანქანით ეკავ. ეგ მანქანი. ჩაჯექით მინდით. შეჯექით აბა. ყველაფერი არის ხალხო ჩაბნელები. არის ყველაფერი. აქ გვაქვს დენი. გვაქვს. ახსი მიცელიკას ვიწერა მოდივარ თქო. სანამ მივარდი. წავედით მეგობრებო. ესე წავედით. შვიდობიანად უნდა მივიდე. ვერაფერს ვერ ხედავ წესიერად.
შევუხვია. მე რა ექშენური სიტუაციებია, რა უბედურება არის, ეგ საშინელებათა ფილმში მგონია თავი დასაწვავი. აქანა არის რაღაცა ჩიხი. აი იმ ჩიხში უნდა შევიდე წინ. მედია თლად არ დავიკარგები ახლა. აქ უნდა შევიდე. საით უნდა წევიდე, იქანა ის არის. აქი? ხამაკით. იმედია სწორად გადმოვედით, თეგლა. აი დებილი ბინა, სად იქირავა? ხო, აქანა. აი რაც ხა ფანარია, მგონი გენი არიან. ლიგაია ხო? ლიგა არის. მე რამ ხელა ორმოა. აუცილებლად მოგისტარი ჩემ გაიგებიყო. დათო იქ არის? არა მოდის. სად არის გავუარო მაგაჭირებულს? ვიცოდა მორეკო. მიდი მაგიგა მე შემეშინდა გარეთ გამოსვლა. და მოკრო გავაგერ თუ რაღაც დორეკა უცებ. სად ხარ? ხადი ბიჭო, რა გეზარება, გამოდი. მოდი ხარ თუ არა ბიჭო, გამოგიარო? წადი. ბოლო ხვალე აკრო. აქან საგავაჩერო ხლა გამა. შედი იქნება. სად შევიდე გოგო? თუ არა და იქ მიაყენე იქანა. ამ ბენოსთან მიაყენე წინ. იქნება მივიდეს გავჩერდები ცოტა ხანი და აქ რო გავაჩერო, მაგრამ აქ მივიღე. აი მიძოვეთ. აი მიდი და ხარგად მოვადგა. აქ ითქე? ასე გამივლიან, არ გამივლიან, რა არ გამივლიან რაც. ეს და ცოტა ხანი და თავარ ახს მოусმინე ისაო, რა ქვია, რაღაცა თურქეთის, საქართველოს იგი აფეთქდა თუ აფეთქებიათ ვერ გევიგე, ჭედავს მაგარი ინტერნეტი. ხო და რიგრიგობით უბრუნდებათო მოსახლეობებს, მაგრამ ვის უბრუნდება კაცო, არავის არა აქ და. არ ვიცი, ეგერ ვიღაცას სანთელი აკანთეული. ერთი ნახევარსად გავჩერდები და წავალ ისევე სახლში მიჩემნა ვიყო. თან იქნება დევიზინო და რო გათენდება მოსული დამხვდეს. წავედით მეგობრებო სახლში. 1 საათია. ვაი მე დახაწევი გცემი. 1 საათია აქა ვარ და არ მოვიდა და. ისევე სახლში მიჩემნია ვიყო. დაჯექით უკან ტელეფონს დავწერნი თან. რო გავაჩერებ მანქანა. ნელა გააღი მანქანას მოგეცეცხნარათ. ტელეფონს დავწერნი ეს რა არის? აი სულის. ტელეფონს დავწერნი მეგობრებო თან. მანქანაში. უბედურება ეს. ფეთიანი ვარ, შიშარა ვარ და მეტო გამივედი. ან გამომიყვანა საერთოდ. აი შევაერთო ტელეფონი. მეგობრებო სახლთან ადგილი იყო. გავაჩერეთ და ტელეფონებს ვტენი 13 ვტენი. და პლუს 15-საც ვტენი. აქტენი გვაქვს, არსად არ არის, არსად არ იყო. არ მოსულა ჯერ კიდევ. ძილიც გამიტყდარი და მაგათ მეძინებოდა. ბავშვი უკან არის და არ ვუშვებ ჩემო ცოტა ხანი დაიტენოს ჩემი ტელეფონი უცებ დაიტენება აბა 80-მდე და წავიდეთ სახლში. საბაში ინტერფერ რამდენი პროცენტია? 18-ზე. საბას ისეთი სატენიერ ჩემი იგი არ ტენის ამის იმას. მოგიწევს მოიწფინა. დედა ახლა რამდენი
რამდენი რაღაცებს გაქურდავდნენ მეგობრებო მთელ საქართველოში 8 დენი წასული რამდენ რაღაცას გაქურდავდნენ გამოიპარავდნენ კამერები ყველაფერი რომ გათიშული არის სიგნალეში ხდება ყველაფერი მოგუნება ხო იცით ჩემი მანქანისაც მეშინი აქ მაგნიტის იმიყენე ეს მაგნიტი იმდენჯერ გაძარცვეს ახლაც ვინმე არ მევიდეს ჯვარი ეწეროს და ჩემი საცდელი მანქანაც არ მივიყოლოს ზედ ეს სარკიდან რაც ჩანს მეგობრებო აი ესეთი ჩაბმულია ყველაფერი დავტენი ახლა ტელეფონს ცოტაზე და წავალ სახლში რაღაცა მომიყენა გვერდზე მაგრიც აღებს დასაწყისად მოვედი ამის ხაგული მეთქი დაცებენდა მაგრიც აღებენ ამარეკები მეტყობა შუაღამოს იშველეთ ხალხო ტენი მიგეძრებო 80-მდე წავიდა ის მანქანით 80-მდე დავტენე და ხანჯრები ხო ავწიე ყველა კი წავედი სახლში არა იგი შუქის სინათლეა იმის სინათლეა მანქანის წადით ახლა დევიზიოთ ახლა რა ვქნა ახლა ვიქნები და მაგ გამოგარეთ შარაბაცა თან ის ფოტოები და რაღაცები რომ აქ უფრო შემაშინდა ხო და დევიზინეთ ახლა და იქ დამხვდეს დილას ხო ან თუ არ დამხვდება დილას ქემაინც დღეში არ მეშინია ხამე მეშინია ცოტა მეგობრებო რაღაც ადგილებში დენი აქ არ ჩანს ვეცდები განახოთ ანუ რაღაც გარკვეულ ადგილებში დენი მოვიდა აი მაგალითად იმ ბინებში მოვიდა აი იქ მოვიდა ასევე იქაც ჩანს რაღაცა აი იქაც და მაგ ტერიტორიებზე მოვიდა ხო სხვაგან ჯერჯერობით არაფერი აი იქაც განათდა რაღაცა ვაფშე ყველაფერი ჩავნელებული იყო ანუ და რაღაცები უკვე ციმციმე თქვა უნდა ხან მე ისეთი ბედი მაქვს ამ პადიეში სულ ბოლოს მოვადენი ხო იმიტომ რომ ეს პადიეზე სულ ასე დაწყებული პადიეზე სულ ბოლოში მოდის ყოველთვის ამ ჩაყოლებაზე დენი აქეთ მარჯვენა მხარეს მაგრამ არ დევეძებ რაც თავარია წინ განათდეს ყველაფერი რომ ამევისუნ თქო ცოტა ეგი ჭამს საზამთროს და უზივარ აგერ როდის მორჩება ველოდები იმიტომ რომ მარტო ვეჟდება და ეშინია და ველოდება რომ ისეჭამს რო დევიზინო შემწო აი ძალიან დევიღალე აი დენი ამ წამს მევიდა რას მევესწარი ხალხო ბავშვობა გამახსენდა ახლა მისა ვიყვირო ბავშვობაში ვიყვილო და ურა დაჟე TikTok-ს ვსხვილობ და ვიღაცები ლაივში რო იყვნენ დენი რო ქონდათ ახლა წეხან რა დავჯექი ის რა ქვია მიყვირდა ანუ ამგე დენი აქვს თქო რა ცხოვრება დაგვიყენა ამ თავრობა ყველაფერი თავს ამა დაბრალდეს მართალია მაგრამ ვის დავაბრალ დაბა აი მე ამჯერავს საათი არის ნახევარი არის ზუსტად 2-2 ნახევარზე მოვიდა 2 ნახევარზე 3 ნახევარზე მოვიდა დენი აი მაგ ამევისუნთქე შეერთე ტელეფონი და დაწვა თეთრამდე იზინა მიდი შევიგებ წევედი ახლა რომ შვიდად დევიზინებ ამევისუნთქე რა ხო დაგებნა თიდან კეთილდასა უჟასების ფილმში მეგონა თავიც ახლა ისეთ ციხიდან გამევედი თან უვიდე და
დღე მშვიდობის მეგობრებო, რაშვებით როგორ ახართ? მშვიდობიანად გათენდა. ღმერთის წყალობით ყველაფერი არის კარგად. დენი გვაქვს, აღარ წასულა. ბავშვები სრულად ვიძავს უყველას. ლუკა ზემოთ არის ასული. არა, ეგრე მერილებში არის ლუკა. კაი ხანია გვიძავს, აქ ძალიან დიდი მუწუკი მქონდა და გამოვიდინე მეგობრებო. ხო და ესე მუწუკი დამჭა, ტუჩრად შეხება, კარგად არის. მოვიწმინდე ქვემოთ ცოტა ანუ ჩაბზუკული მქონდა ბზუკა, ხო იცით რა არის? ანუ ქუთაისში ხმარობთ ესეთ სიტყვებს და მე ზოგმენი ვარ, ეს რა არის, რა არის, ეს რა არის. ანუ ბზუკა, ჩაბზუკებული, ანუ ბზუკა არის გამოგივა რაღაციდან სისხლი და მე ის სისხლი რო შეგახმება. ზედვე. მაგას ვეძახით იმერეთში ბზუკას. ბზუკები. ხო და აქ მქონდა ცოტა ბზუკები სისხლის კვალი და მოვიწმინდე მაგი. კაი ხანია მღვიძავს 12-ზე გევიღვიძე მეგობრებო და 25 წუთი აკლია 4-ს. მთელი 1 საათი მყავდა ცოტა ხანი არ მოიყვანო ხო ზღვის კოჭი. ზღვის კოჭი მთელი 1 საათი მყავდა ჩახუტებული აქ ლოგიში ჩვენთან ერთად იყო გუშინ ჩამავსა. ამ დამპალმა დღეს არ ჩაუფსია 1 საათის გამოში არ მოუფსია ჩემთან რაც იყო. და ამ პროცესში რო ზღვის კოჭი მყავდა, აუ თეკლა ჩემი მარწყვის სად არის პომადა? სადა? ხო და ის არა ქვია, ანუ მოვიძია ინფორმაცია მეგობრებო ამ ზღვის კოჭებზე, ის რაც გუშინ არ უთქვიათ იქ სადაც ვიყიდე და ნუ არც იყო ნახავალდებული ყველაფერს ერთად იმხელა ინფორმაცია არის თურმე ამაზე კონკრეტულად ზღვის კოჭზე რომ რავი და მოვიძიე ინფორმაცია ვუყურე ძალიან ბევრ ვიდეოებს და ძალიან ბევრ ადამიანს ვუყურე მოკლედ და გავიგე ზღვის კოჭებზე ძალიან ბევრი რაღაც თურმე უნდა დავჭრათ ფრჩხილები სპეციალური ფრჩხილების ამათი საჭრელი არის მე არ ვიცოდი ანუ მეგო მე რატომ მე არასდროს სამყოლია და საიდან უნდა ვიცოდი ანუ ვერ ხვდები ანუ და მეგობრებო უნდა დავჭრათ ამას ფრჩხილები რომ გაიზრდება ვიცი უკვე რა დროს უნდა დავჭრათ ვიდეოში ვიყურე დაბანაც ხო ვიცოდი ანუ დაბანა მეგონა რომ ზაზუნის პონჩი მოსავლელი იქნებოდა მაგრამ რადიკალურად სხვა ყოფილა ეს ზღვის კოჭი ესენი თურმე მეგობრებო ადრე ველური ცხოველები იყვნენ დარბოდნენ ტყეებში, ღრეებში და თავისუფლება უყვართ თურმე მარტოობა არ უყვართ თურმე და უნდათ რომ სული იმოძრაო, იქით იყვნენ, აქით იყვნენ და მე თურმე ადამიანების წყალობით, როგორც ეს გოგომ თქვა, ერთმა გოგომ ისაც უკვე ამ ადამიანების წყალობით ჩავსვით გალიებში, რაც ამდენ თურმე არ სიამოვნებს. უნდა დაბანა თავის შამპუში, უნდა თავისი ფხვნილი თურმე, რომელშიც გარეცხავ მის ნივთებს ფრჩხილები უნდა დაჭრა სპეციალური იმით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კუსაჭკები რომ მაგითაც შეიძლება დაჭრა. სჭირდება თურმე საქანელა, ჩასაწოლი, აი კატებს რო აქვთ შესაძლებელი და ნუ მოკლედ ძალიან ზრუნვა ჭირდებათ და აქვე ნახერხი და საფენი. ერთ გოგოს ვიდეოს უყურე მე და ის გოგო ამბობს რომ ორივე კარგიაო, მაგრამ უფროვო ჯობიაო იყოსო ლეიბებზეო, ვიდრე ნახერხშიო, იმიტომ რომ ძალიან სუსტი ფეხის გული აქვთო და ნახერხში სულ რო არიანო ტკივათო ფეხიო, მე ტკივდებათო ფეხის გულებიო, ან მაინც ნახერხს თუ გადაწყვეტთო გვერდზე აუცილებლად მიუდევით ის სპეციალური ამ ზღვის კოჭის რაღაცა ლეიბი არის პატარა საყვარელი და ის პატარა ის საწოლივით ის დაუდევით რომ იმაზე დაისვენოს ხოლმეო ჰამაკები საქანელები თურმე ვაი ჩემი ცოდვა მაგრამ მაინც ჯობია რომ იყოსო ზღვის კოჭიო მეგობრებო ამ ლეიბებზეო ორი ლეიბი იყიდეთო როცა ერთს გამოცვლითო სანამ გაშრებაო მეორე რო დაუფინოთო ვისწავლი ეს ლეიბი როგორ უნდა გავრეცხო და ვიყიდე აუცილებლად ლეიბს მაგამდეც მივარ ეს ლეიბი როგორ უნდა გასანამ გავრეცხო უნდა გავწმინდოთ თურმე მთელი თემები 90 გრადუსზე სპეციალურ ფხვნილში უნდა გააზავოღონ ეს ფხვნილი რაღაცაში და ის უნდა გარეცხოს არის მანქანაში თავის სხვა ნივთებთან ერთად და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ რაც მოვისმინე თურმე არ უყვართ მარტოობა
რაც არ უნდა პატრონმა უეხუტოსო, ეფეროსო და სულ ჩახუტებული ყავდესო, არ უყვარს საშილად თურმე მაინც მარტობა და აუცილებლად მინიმუმ ერთი სვის გოჭი მაინც უნდა იყოს მასთან ერთადო. თორეო იცი ანუ ძალიან დიდი დეპრესიებიო, ასევე ნახერხზე მოვისმინო, ნახერხზო მაინც მტვერი აქო და ხშირადო ავადდებიან ამ მტვერითო და ღმერთმა დამიფაროს და უკვდებიან კიდევაცო. აუცილებლადო ერთი სქესის სვის გოჭი უნდა იყოსო, ორივეო გალიაშიო, იმიტომ რომ ძალიან მალე მრავლდებიან თურმე და დედალი სვის გოჭისთვის ეს ძალიან ტრამული ყოფილა თურმე ორგანიზმისთვის ბევრჯერ დაუსრულება და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვისმინე მეგობრებო და აი რა ვიცი რა, ყველაფერი მესმის, ან ყველაფერი დები მახსოვრე, ერთი რამე არ დამიწყებია და შემდეგ ეს გალია ამას არ დააკმაყოფილებს თურმე, ამას თურმე ჭირდება გასაშლელი დიდი ასაწყობი გალია, რომ თვითონ პოლზე აიწყოს და პოლზე მე სადავაწყობ, მაგას ვერ ავაწყობ ვერანაირად შემოსაყვარლებო. ასე რომ მაგისი ადგილი იქნება ეგერ დივანზე, იქ დავსვამ ხოლმე, აგერ საწოლში იქ თმებით სვივა თურმე, სისუფთავე უყვართო სიგიჟემდე, მაგრამ ვერ იცამენ სამწუხაროდ ამ სისუფთავესო და უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად სუფთა გარემოში ვყავდესო. და მოკლედ ძალიან ბევრი რა მეგობრებო და რაღაც ეს ჩვენი და ძალიან უნდობლობები არიანო და ძალიან დიდი დრო გჭირდება იმისთვის რომ მათი ნდობა დაიმსახურებო რა. არიან ძალიან მშიშრები და მაგას მე შევატყეთ, ძალიან მშიშრები არიან. აი ძალიან დიდი ძალა აქვთ. მე ხა მეორე დღეა უკვე რაც ყავს, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან უკვე გეუბნებით, რომ სასწაული ძალა აქვს. ჩემს სვის გოჭს, ანუ სასწაული ძალა აქვს. თუ იგრძნო რომ დაცულად არის, ასე მოგეკუნტება და ასე პატარა გახდება, ასე, მაგრამ თუ იგრძნო რომ რაღაც საშიშროება გრძელდება, აი ამ სიგრძეა, გრძელდება და არის ველურულად ძალიანი, განსაკუთრებით ძალა აქვს თავზე მეგობრები. აი თავზე აქვს რაღაცა სასწაული ძალა. თავზე ხელს რო უსოფ და თუ არ გინდობა და თulis რო რაღაცას უპირებ, აი ასე გიქნევს, ჩვენ მაგათ გასაშობა, ასე თავზე რამდენი ხელს უუსოფდი, ასე ამარტყა, იმიტომ რომ მომერია რა, ძალიან ასე ხო უსოფ და ამარტყავს ესე, მაგრამ მე ასე და ვიმშვიდებ და ვეხუტები და მე მშვიდდება, ანუ აღარ კანკალობს. ასევე თუ სუფთა ჰაერი უყვართ ძალიან და ვაი დედა რა ფერ ბატრიალებს თავის შუაზე, რას არ გადამიღია დღეს, გევიყვანე ეგერ ბალკონზე სხვაგან სუფთა ჰაერი ახლა არსა და რა მაქვს. და დევისვი ეგერ კალთაში 1.5 საათი გარეთ ყავდა გაყვანილი, თავდა შეეშინდა, მაგრამ მე ანუ შეეშინდა და გამაგრდა და დაგრძელდა. მაგრამ მე რომ მიხდა რომ ცოტა უსაფრთხოდ არის, მე დარბილდა, მეიკუნტა, დაპატარავდა ისევე და ასევე ხრუტუნობს. ხელზე მეფერება, მლოკავს, მე ეს ბავშვებსაც ყველას გლოკავს. ჯერ მაგის სიკვდილები არ მინახია, მე ზაზუნა მიუყვანდა, ზაზუნას რაღაცა ფერბადო უწყო და გამევიყვანე, შემეში და თავი არ მეეჭვია ზაზუნასთვის. და მოკლედ ძალიან დიდი პრობლემაში არა ვარ, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს შევეჭიდე თურმე მე მეგობრებო. საერთოდ პირიქით. რაც შეეხება ეხა ანუ გარეთ გასასეირნებელი თოკები უნდა თურმე დასამდელი, ტანსაცმელი, ჩანთები და მთელი თემები. ნუ რა თქმა უნდა, საქართველოში ამისი ჰამაკები, ჩანთები, ლოგინები და გალიები და ასე შემდეგ და ცეცხლის ფასი აქვს. რა თქმა უნდა, შევედით თემუზე. ვაი, მე მეგობრებო, მე რაღაცა სამკუთხედი შესასვლელი სახლი ვიპოვნე ჩავაგდე კალათაში, ასეთი სამკუთხედი სახლია და ვალარებს მეტი არა. დიდი ზომის ემი ზომა გამოვწერე, იყო ესი, ემი და ელი. ელი მთლად არ გამოვწერე, ჯერ მაინც პატარა და 6 თვე უნდა გასაგებია, მანამდე კიდე გამოვწერე თემუ და ემი ზომა ჩავაგდე კალათაში. ასევე მეგობრებო, იმ გალიაზე ჰამაკის გასაკეთებელი ჰამაკი გამოვწერე, რომ ასე გავჭიმო და ეს გალია სამწუხაროდ პატარა, მაგრამ მაინც იქ ჩამოუყიდებ, ან სხვაგან დაუყიდებ საცხა. ასევე მეგობრებო, 2 ცალი ლეიბი ჩავაგდე, რომ ინახერხზე
Რაღაც ესე ინფორმაცია მოვისმინე, რომ ნახევარზე მეტად მაინც რეკომენდირებული არის ლეიბი ჩავაგდე 2 ცალი, რომ ესე შევანაცვლო ხოლმე. ასევე რაღაცა ჩანთა იყო გარეთ გასასეირნებად, რაღაცა ჩანთა არის მეგობრებო და ისა რა ქვია ჩასვამ შიგნით და ეგ ჩანთა ჩავაგდე მეგობრებო გალიაში და ბევრი რაღაც კიდე ჩავაგდე ხა არ მახსოვს. სავარცხალი ჩავაგდე, ტანსაცმელი გამოუწერე, ჯერ პატარა ამარა გამოუწერე. შამპუნის და იმისი რა ქვია სარეცხი ხმელის გამოწერას მაინც თემუდან ვერიდები და არ გამევიწერი, იმიტომ რომ რა ვიცი მაინც არ ვენდობი, მაინც ქიმია არავი და მაგას მაღაზიაში ვიყიდი ამისთვის შამპუნს და პლუს ემუდან სარეცხი ხმელს, რომელიც რაღაცაში უნდა გოურიო რა. იცი გოგო ამბობდა ვიდეოში და ვერ გევიგე გაგათა მაგას იქ ვიკითხავს მაღაზიაში რომ მივარდა რომ ვიყიდი. ასევე მეგობრებო უნდა გამოვუწერო არ ჩამიგდია ეხლა და უნდა ჩავაგდე შიგნით ტაშტი რო ვაბანაო. და კიდე რაღაცები უნდა გავუწერო. მინდოდა გალის ყიდვაც, მაგრამ ძალიან დიდი გალიებია. 65 ლარად ისეთი კაი დიდი გალია ვიყიდე, ეს რა ჯანდაბა არის ანუ. მაგრამ ასაწყობია თვითონ პოლზე უნდა ეწყოს მეგობრებო და რისი მე საშუალებაც არ მაქვს მეგობრებო, ვირანაირად მე ეხლა საზუნას პოლზე გალიას ვერ უწყობ. ისედაც ამ სტოლის ადგილი სტოლი ვეღარ გევიგე საწამიღო, ეგერ კარმაზე მივდები სტოლი. და მეგობრო, ეს სტოლი მივდები კარმაზე და არ ვიცი სამთარი რომა საწევიღო ეს სტოლი. ისეთ სივიწროვე არის ჩემთან სახში, ანუ ფიზიკურად არ არის ასაწყობი გალის ადგილი ჩემთან სამწუხაროდ. მაგრამ რა ჩემ ფეხებად მინდა ასაწყობი გალია მეგობრებო, ყველგან იქნება. და ხო, როგორც ყველაზე მთავარი რომ მარტო არ იყოს იმ დეპრესიაში არ ჩამივარდეს. უნდა მეორე აუცილებლად გვერდით და ეგ რომ ცოდნოდა გუშინ შეიძლება მეყიდა მეორეც მაგრამ არ მგონი არ ვიყიდიდი მაინც სანამ ესე დეტალურად არ გავიგებდი ამ ზღვის გოჭების ამბებს მაინც გუშინ მაინც არ ვიყიდიდი და გული მწყდება იმ თეთრ ზღვის გოჭზე რომელიც გუშინ არ ვიყიდე აი ის თეთრი ზღვის გოჭი ამასთან ერთად იქნებოდა ძალიან მაგარი მეგობრებო, ის თეთრი გოჭი მომეწონა მე ძალიან გუშინ. მაგრამ მე ეს რო დავინახე, ეს უფრო მომეწონა მეც და ბავშვებსაც და მოკეთ ესე ვიყიდეთ. მაგრამ არ აუშავს, ეხლა დღეს წევიდოდი და ვიყიდიდი 35 წლიან მარტო ზღვის გოჭს ვიყიდიდი, მაგრამ მიზარება ეხლა დღეს არ აუშავს, ეხლა ერთი კვირა არ აუშავს, ერთ კვირაში არ მგონია დეპრესიაში ჩამივარდეს. ხო და ამ დღეებში მეგობრებო, მინდოდა რომ სოციალურზე მეყიდა, იმიტომ რომ ნანეტანია უკვე რა. ზოომაღაზია მაქვს უკვე სახში ფაქტობრივად. მაგრამ იმ კვირაში მეგობრებო წავიდეთ და მეორე ზღვის გოჭი, ანუ პარტნიორი ვუყიდოთ ამას. ეს არის მამალი, მამალია რა ვიცი კულტუები აქვს. მაგრამ მიუხედავად მაგისა შეიძლება ვწდები. ამიტომ ესეც უნდა წავიყვანო ზოომაღაზიაში, რომ შეამოწმონ ეს დედალია თუ მამალი და რა სქესიც აქვს ამას. იმ სქესის რო ვუყიდო მეორეც. იმიტომ რომ ხო როგორც გითხარით, სხვადასხვა სქესი მალე მრავლდება და შენი ჭირმე რა მრავლდება დამანებე თავი ერთი. ხო და უნდა ვიყიდო მეორეც მეგობრებო. ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ პარტნიორი აუცილებლად გვერდზე უნდა თურმე. მე კიდე მეგონა რომ ზაზუნები რო ერთად არ შეიძლება შეგვიძლია რა ვჭამენ ერთმანეთს რომ ზაზუნები ესე მითხრეს და ყველა მეუბნება მაგას მეგონა რომ ზღვის გოჭის მასე იყო რომ მეორეცთან ერთად შეჭამდნენ ერთმანეთს და შეჭამდნენ კი არა თურმე პირიქით ანუ უფრო მეგობრულად და უფრო ისი არიან და ვერც გამტყუნებ ახლა ამ ზღვის გოჭი რა ვარია ადამიანი რო არის მარტო იგი შტერდება და გვერდზე რო ყავს პარტნიორი ვისთან ერთადაც გაერთობა ხო ხდებით ეგ არის უკეთეს ხო ამიტომ მეგობრებო ხო ამ ეტაპზე წყნარად არის რამდენი ძალიან დიდი ხანია ხელში მყავს და დავასვენ ახლა ცოტა ხანი შევიყვანე შიგნით ვერი ამოვიყვან მეგობრებო და განახებთ ხო სხვა თემა ეხა რა ვიცი მაღაზიაში უნდა ჩავიდე საჭმელი ვიყიდო და ასევე უნდა შევიდე აფთიაქში და ვიყიდო ზიაიას მზისგან დამცავი. რუჯის მისაღები, შაშან რომ მქონდა, შოკოლადის, აი ეგ უნდა ვიყიდო. ემაკ ყუთის ის შაშანდელი ზიაია ცოტა დამჩამე მზისგან დამცავი. მაგრამ არ ვიცი სად არის, თორე ჩავიტანდი მაგას აფთიაქში და ამნაირი მინდა თუ პირდაპირ ვეთყოდი.
მაგრამ არა უშავს, ვიყიდოთ 6 დღის გადავშალ, ამ დღეებში ვაპირებ წავიდე ზღვაზე 1 დღით, დილიდან საღამომდე, სანამ მე სადღაც 1 კვირით წავალ, ბათუმში დასაშვენებლად, იმედია წავალ. ხო და მზისგან დამსავი მინდა რომ ვიყიდო დღეს. და მაგით ვიყიდოთ, ჩავიდეთ და რა ვიცი, სხვა არაფერი, მეტი არაფერი ახლა მეგობრებო. მეიყვანეთ ეკლანი მეგობრებო. მე წავდე εκεί. ხო და შევიცვალ ახლა მეგობრებო, წავიდეთ მაღაზიაში და აფთიაქ შევიდეთ ნაგავი და ის ძველი პურები კიდე ნახშონასთან დავდებ.